მწვანე ქალაქი ლისის ტბაზე ახალი ეკოლოგიური უბნის განაშენიანების პირველი ბაზის პრეზენტაცია დღეს თბილისის მერი დაესწრო პროექტის საინვესტიციო ღირებულება 100 მილიონი დოლარს აღემატება სამუშაოებს. კომპანია ლისი დეველოპმენტი ახორციელებს მწვანე ქალაქი ლისი 355 ჰექტარზე გაშენდება. ბინები, თაუნჰაუსები და ვილები 1/3 ნაწილი საცხოვრებელ ფართობს, ხოლო მეორე 2/3 ბაღებს და გამწვანებას დაეთმობა. გიგი უგულოვას განმარტებით პროექტი ახალ საცხოვრებელ და სამუშაო ადგილებს შექმნის. Despite of one war and one საუბრობთ დღეს ახალი უბნის მშენებლობაზე. ეს არის ძალიან მოცულობითი პროექტი. მშენებლობის სტადიაზე უამრავი ადამიანისთვის დასაქმების შესაძლებლობა და რაც თავარია უნიკალურია იმდენად, რამდენადაც ქალაქის ყველა უბანი იძენს ახალ სიცოცხლეს, ახალ განზომილებას. ეს არის იქნება ძალიან ეკოლოგიური პროექტი და ამ კუთხიდან ძალიან მნიშვნელოვანია. პრაქტიკულად 80% მწვანე გარემო რჩება და დანარჩენი ხდება მხოლოდ განაშენიანება, საკმაოდ ხელმისაწვდომი იპოთეკური შესაძლებლობებით, ანუ დასაქმების კუთხით, ქალაქის განვითარების კუთხით უნიკალური შესაძლებლობა და კარგი მაგალითი პარტნიორობის, იმიტომ რომ ჩვენ მას შემდეგაც ზაგავიყვანეთ ამ ესე ვთქვათ ეს ადგილი ბევრად ხელმისაწვდომი გახდა თბილისელებისთვის, ასევე იგეგმება ქვემოთ ესე ვთქვათ ხიდის გაკეთება და ეს გზა პირდაპირ დაუკავშირდება მარშალ-გალოვანის გამზირს და იმ ხიდს და პრაქტიკულად ქალაქის ძალიან ორგანული და ახლო ნაწილი გახდება. ეს არის პირველი 40 გექტრის პირველი აფაზა, რომელიც დასრულდება ერთ წელიწადში. ეს არის 70 გასაღებზე გათვლილი დასახლება, ეკოლოგიურად აბსოლუტურად განსაკუთრებულ და ხედებით განსაკუთრებულ გარემოში და მთლიანი პროექტის ღირებულება უახლოეს 5 წელიწადში იქნება 100-დან 120 მილიონ დოლარამდე.